საღამომშვიდობისა ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ბატონი ბექა გუგუშვილი. საღამომშვიდობისა ბატონო ბექა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოდით ვისაუბროთ უშუალოდ თქვენ სამსახურზე. რომელ წელს შეიქმნა თქვენი სამსახური და რამდენი ხანია რაც თქვენ ამ სამსახურის დირექტორი ბრძანდებით? მოგესალმები სანდრო, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. სასპორტო საგანმანათლებლო გაერთიანება შეიქმნა 2017 წელს. ხო, კონკრეტულად მე რაც შემეხება, მე დამინიშნე 2018 წლის ივლისიდან გახლავართ დირექტორი. ჩვენი გაერთიანებაში გაერთიანებულია 11 სასპორტო სკოლა და იანვრიდან უკვე წლევანდელი წლის იანვრიდან ჩვენს გაერთიანებაში შემოვიდა ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონი. მოდით წოდოთ მინდა რომ ცენტრალური სტადიონის თემით დავიწყოთ. მოგეხსენებათ, გაჭიანურებული იყო ცენტრალური სტადიონი, ფოთის კოლხეთის სტადიონის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოდით ვისაუბროთ დღესდღეობით რა მდგომარეობაა იქ და როდის შეძლებს ფოთის კოლხეთი უკვე საკუთარ სტადიონზე ფეხბურთის თამაში. მესმის ის ინტერესიც და საკმაოდ დიდი ხანია ადგილობრივი მოსახლეობა ფოთელები ელოდებიან სტადიონის დასრულებას. სტადიონის პირველი ეტაპი, როგორც გათვალისწინებული იყო, დასრულდა წელს თებერვლის თვეში. ეხლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები. გარდამშენებლობისა ფეხბურთის ფედერაციას გააჩნია თავისი სარეკომენდაციო ხასიათის მითითებები, რაც ეხლა ამ ეტაპზე ვასრულებთ ამ მითითებებს. ეს შეეხება კონკრეტულად თქვა სტადიონზე უსაფრთხოების ღობის გაკეთებას, გასახდელების მოწყობას და ასე შემდეგ. ეხლა სრულდება ეს მოთხოვნები და ამ ეტაპის გავლის შემდეგ უკვე შეძლებს კოლხეთი ითამაშოს საშინაო მოედანზე. მოდით დაახლოებით რომ ვისაუბროთ რა დრო დასჭირდება სრულ რეაბილიტირებას და სრულად რომ დაიტვირთოს სტადიონი. დაახლოებით ანუ მოხდება თუ არა წლის ბოლომდე უკვე კოლხეთის თამაში უკვე შეგვიძლია თუ არა ვიხილოთ უკვე ჩვენ სტადიონზე. პირველი ეტაპი ანუ უკვე დასავლეთ ტრიბუნას და ამ უსაფრთხოების და ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციების მიერ მითითება, ანუ ამის შესრულებას დაახლოებით დაჭირდება 2 თვე. და ამის შემდეგ უკვე კოლხეთი შეძლებს ითამაშოს უკვე საკუთარ სტადიონზე ფეხბურთი. რაც შეეხება დამატებით ტრიბუნის მშენებლობას, არის თუ არა ამის შესახებ ცნობილი უკვე და არსებობს თუ არა პროექტი? პროექტი თავიდანვე ცნობილი იყო, უბრალოდ ეხლა მუშაობები მიმდინარეობს თანხის მოძიებაზე, ანუ სამი მხარეა გასაკეთებელი, ჩრდილოეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი ტრიბუნა, რაც გათვალისწინებულია და იმედი მაქვს, რომ წელს დაიწყება გაგრძელდება, მაგრამ მშენებლობა ხელს არ შეუშლის, რომ მატჩები გაიმართოს ამ არენაზე. ძალიან კარგი. გარდა კოლხეთის სტადიონისა, რა მდგომარეობა სხვა სკოლებში და სპორტ დარბაზებში? ხო, ან ჩვენთან გაერთიანებულია 11 სკოლა, როგორც თავიდან ვთქვი. გვაქვს საკმაოდ კარგი მწვრთნელები, ასევე წარმატებული ბავშვები. წელს შაშანდელ და იმის წინა წლებს რო თავიდან ვანებოთ, წელს უკვე გვაქვს საქართველოს ჩემპიონები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ აღნიშნულ ჩემპიონატებზე. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ კუთხით, პრობლემები არის საკმაოდ ბევრი, მაგრამ ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი მოგვარება. როგორც ვიცით, ნაბადაში არსებული მალანის სტადიონი, ესეც ძალიან გაჭიანურებული თემაა, ამ სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია და როგორც ვიცით, წელს იწყება უკვე მალანის სტადიონის რეაბილიტირება და კეთილმოწყობა. რას გვეტყოდით ამის შესახებ? ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ფეხბურთი ზოგადად ამ ქალაქში გამორჩეულად უყვართ და მის მიზეზებიც აქვთ. მალანის სტადიონი იყო ყოველთვის თემა, რომელიც არაერთი საპროტესტო აქციაც კი გაუმართავთ იქ მომუშავე პერსონალს და ასევე ბავშვების მშობლებს. და საბედნიეროდ ჩემთვის და მინდა რომ ყველა ვინც არ იცის ფოთელებს ვახარო, დღეს უკვე ანუ ოფიციალურად სანამ აქ მოვიდოდეთ სტუდიაში, ოფიციალურად მალანის სტადიონი გადაეცა ფეხბურთის ფედერაციას ტერიტორია და იქ ფედერაციაში როგორც ამბობენ, ყველანაირად ეცდებიან, რომ წელსვე დაიწყოს მშენებლობა და ასევე აღნიშნო მინდა, რომ საუბარია თანამედროვე ევროპული ტიპის ბაზაზე, სადაც იქნება 2 მოედანი და იქნება თავისი გასახდელებით, ანუ რაც ზოგადად თანამედროვე სპორტულ ბაზას სჭირდება. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ცენტრალური ხელისუფლების დახმარებასთან ერთად ამ ღონისძიებაში, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი ხახუბიას, მისი ესე ვთქვათ პატრონაჟით განხორციელდა ეს პროექტი.
და როდის დაიწყება და როდის დასრულდება ამის ვადებიც თუ არის უკვე გარკვეული. ესეც შევხვდათ ჩვენს წელსვე, ანუ წეგანაც აღმოჩნდა გამომგვირდები, რომ წელსვე ყველანაირად ჩამოსულების იყვნენ ეხ ბოლოს და წელსვე აპირებენ რომ დაიწყონ და ვადებში უკვე როცა დაიწყება, მაშინ ვინც კონტრაქტორი კომპანია, ანუ ფედერაციის პრეროგატივა იქნება და თვითონ ისინი გააჟღერებენ. არის თუ არა უკვე პროექტი შედგენილი? რაღაც მონახაზის მაკეტის დონეზე მეც მაქვს ნახი და უშუალოდ ეხლა უკვე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. მოდით ვისაუბროთ მეორე სკოლასთან არსებულ სპორტ დარბაზებს. როგორც ვთქვით, იქაც რეაბილიტაცია უკვე თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. როდის იგეგმება ამ სპორტ დარბაზის უკვე გახსნა და რა სახეობის სპორტული აქტივობების გამართვა შეიძლება რომ მოეწყოს ამ ახლად რეაბილიტირებულ სპორტ დარბაზში? როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაცია დაიწყო შარშან. მინდა აღვნიშნო, რომ უკვე არის საკმაოდ დიდი სამუშაოები შესრულებული. დარჩენილია მანდ არის ანუ თავიდანვე ვიტყვი, რომ ორი დარბაზი, ერთი ხელბურთის დარბაზი, ხოლო უკანა მხარეს კრივის სასპორტო სკოლის დარბაზი. ხელბურთის დარბაზში არის დარჩენილი იატაკის სამუშაოები და ასევე უნდა მოეწყოს ტრიბუნა, ხოლო კრივის დარბაზში დარჩენილია სველი წერტილი. სხვა სამუშაოების ეს შესრულებულია და მინდა ვთქვა, რომ ტერიტორია აქამდე რაც იყო, ანუ მშენების ობიექტი არის გაფართოებული კრივის დარბაზი, მაგალითად, მცირე დარბაზი იყო და საბედნიეროდ დღეს ჩვენ უკვე ჩვენ სპორტსმენებს და ჩვენ ბავშვებს უკვე უწევთ საკმაოდ მაღალჭერიან, ესე ვთქვათ, და ნათელ დარბაზში ვარჯიში. გარდა კრივისა, კიდევ რომელი სპორტით შეიძლება დაიტვირთოს ამ დარბაზის ფუნქცია? კონკრეტულად კრივის დარბაზში არის მხოლოდ კრივის და რაც შეეხება ხელბურთის დარბაზს, ეს უკვე ანუ ქალაქის დარბაზი იქნება და სანამ ახალი სპორტსახლი აშენდება და მოგვისწრებს, მან შეიძლება გაიმართოს ნებისმიერი ქალაქის სპორტული სხვა ღონისძიებები. უბრალოდ მცირე მინიმასშტაბით. დიახ. დიდი მადლობა. მოდით გადავიდეთ ქალაქში მშენებარე სპორტულ კომპლექსზე, რომელიც ბატონი ირაკლი ხახუბიას დახმარებით და პატრონაჟით როგორც იქნა, მოდი ესე ვთქვათ, გადაწყდა და იწყება სპორტული კომპლექსის მშენებლობა და მასთან ერთად იგეგმება დიდი სავცრაო აუზის მშენებლობა. მოდით ვისაუბროთ აი ამ პროექტზეც. როგორც ვიცით, უკვე დაწყებულია სპორტული კომპლექსის და სავცრაო აუზის მშენებლობა, მაგრამ არ ვიცით რა ვადებში უნდა დასრულდეს. მოდით ვისაუბროთ სწორედ დასრულების ვადაზე. ასევე ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო კერძო საუბრებში თუ სხვა კვლევებით ფოთში პირველი თუ არა სამეულში ნამდვილად იყო აუზის პრობლემა. მეც მუშავია ადრე ამ საკითხზე და ვიცი რომ მოთხოვნა ქალაქში არის ძალიან დიდი კონკრეტულად აუზზე და სასიხარულოა ის და მადლობის მეტი არაფერი გეთქმის როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ასევე ბატონ ირაკლისთვის რომ ეს პროექტი უკვე დაიწყო და მიდის საკმაოდ კარგი ტემპით. ორი აუზი იქნება როგორც ბავშვების ასევე მოზრდილებისთვის და იქნება 350 ადამიანზე გათვლილი დარბაზი, რომელშიც უკვე თავისუფლად შეიძლება გაიმართოს როგორც ხელბურთის მატჩები, ასევე კალათბურთის მატჩები, ეს ფუტზალის მატჩები იქნება თუ სხვა ნებისმიერი სახის დიდი ღონისძიება, იგივე საქართველოს ჩემპიონატების სხვა სახეობებში, ჭიდაობაში, კრივში, ასევე უფრო მაღალი დონის ტურნირებიც უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიზიდავთ სხვა დაინტერესებულ პირებს. ეს რაც შეეხება მშენებლობის ბუმია ქალაქში, სპორტული კომპლექსების და დარბაზების, მაგრამ მოდით ვისაუბროთ ყველაზე მეტად რა დარგში უჭირს დღეს ქალაქ ფოთში არსებულ სპორტულ დარბაზებს. რა სეგმენტში გვიჭირს ყველაზე ძალიან? ასევე დავამატებდი და გადავალ შემდეგ თქვენს კითხვაზე, სანდრო, ინფრასტრუქტურა არის ნომერ პირველი პრობლემა. და ასევე არის მწვრთნელთა ლიცენზირების საკითხი, რომელზეც მუშაობას უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად ჩვენი მწვრთნელები გადიან ლიცენზიების. მაგრამ ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ყავს საკმაოდ წარმატებული მწვრთნელები, რომლებიც მუშაობენ სხვა ნაკრებებში, იგივე კრივში, იგივე კარატეში, კერძოდ ტაიკვანდოში, რაგბიშიც. დიახ, რაგბიშიც. ძალიან კარგი მიღწევები გვაქვს. და ასევე უნდა აღვნიშნო ის, რომ წყლის სახეობების სპორტები ქალაქში არის შედარებით ნაკლებად განვითარებული, მაგრამ არსებობს გახავთ ნიჩბოსნობა და ცურვა ალბათ, ხო? ნიჩბოსნობა და წყალთხილამურებაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, მაგრამ არსებობს გეგმა და კონკრეტულად ეხლა ამ ეტაპზე რო ვთქვა პირდაპირ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, კერძოდ კაპარჭინაზე არსებულ საინჟინრო ბაზაზე, რომელიც ადრე გამოირჩეოდა საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურით და საკმაოდ ბევრი, ესე ვთქვათ, შეკრებები მიმართებოდა სხვადასხვა ქალაქებისა თუ ქვეყნების მიერ, ჩამოდიოდნენ ფოთში ჩვენთან, მოგეხსენებათ, ბუნებრივი პირობები ყველანაირად ხელს გვიწყობს, რომ აღნიშნული სპორტი ქალაქში იყოს საკმაოდ განვითარებული და ქალაქის და ასევე ცენტრალური ხელისუფლების სურვილია აქტიურად ჩართული ამ საკითხში და
კონკრეტულად ამ საკითხში არა, ყველა საკითხში და ამ საკითხში განსაკუთრებით გუბერნიაც რომ მოეწყოს საკმაოდ კარგი ევროპული სტანდარტების ბაზა. და იმედია რომ ის ტრადიცია, რაც ადრე გქონდა ქალაქს, დაუბრუნდება და ისევ გვეყოლებიან სპორტსმენები სხვა ქვეყნებიდან. მოდით ვისაუბროთ ქალაქში არსებულ სხვა სპორტულ სკოლებზე. ჩვენ წინა გადაცემაში გვყავდა შერეული ორთაბრძოლების სენსეი ბატონი ბაჩუკის ულამაინძე, რომელმაც ისაუბრა საკუთარი დარბაზის გაუმართავობაზე, რომ ელემენტარული პირობებიც კი არა აქვთ მათ შექმნილი იმისთვის, რომ მათ კომფორტულად შეძლონ ვარჯიში. ანუ რას გულისხმობ, არ არსებობს დარბაზში გათბობა. მოდით ვისაუბროთ ამ დარბაზების თანამედროვე აღჭურვაზე და გათბობაზე. გეთანხმებით, აღნიშნულ დარბაზში სხვა სპორტის სახეობებიც მოღვაწეობენ, ანუ ვარჯიშობენ, ესე ვთქვათ, იგივე თავისუფალი ჭიდაობა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მინდა აღნიშნო, რომ ჭიდაობის დარბაზი ქალაქს აქვს დღესდღეობით 2, იქიდან გამომდინარე, რომ ჭიდაობას აქვს რამდენიმე სახეობა და მოთხოვნა ზოგადად საკმაოდ პოპულარული სპორტია, ფოთში და მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მეორე 26 მაისზე მდებარე დარბაზში წელს იანვრის ბოლოს ჩვენ გამოვცვალეთ ფანჯრები და ასე ვთქვათ უკეთეს პირობებში უწევთ ვარჯიში და ასევე ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით და ქალაქის საკრებულომ გადმოსცა ჩვენს გაერთიანებას ყოფილი არქივის შენობა ლესელის ქუჩის მდებარე და მან გვინდა რომ გავანთავსოთ უკვე მიმდინარეობს იქ მუშაობები ძიუდოს წრე იქიდან გამომდინარე რომ ძიუდო ზოგადად არა მარტო ჩვენს ქალაქში ქვეყანაში ერთ-ერთი პოპულარული სპორტია და გვინდა რომ ხელი შევუწყოთ და რაც შეეხება კონკრეტულ დარბაზს გაზიფიცირების თემა მწვავედ დგას ჩვენს გაერთიანებაში გვაქვს პრობლემები ამ გათბობის კუთხით და ეტაობრივად ეს იქნება შემოწირულობის სახით თუ ქალაქის ხელმძღვანელობის დახმარების სახით ვაგვარეთ მაგ პრობლემებს. ძალიან კარგი. იმედია მომავალ წელს შეძლებენ უკვე ჩვენი სპორტსმენები გამთბარ დარბაზში გაიარონ ვარჯიში. ახალგაზრდებს შორის. მოდით ვისაუბროთ წყალსათხილამურო სპორტზე. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა რამოდენიმე წლის უკან და ჰქონდა ძალიან კარგი მიღწევები. ამ მხრივ დღესდღეობით იქ არსებული ინფრასტრუქტურა თითქმის ჩამოშლილია, არ არსებობს არც ტრიბუნა, არც წყალსათხილამურო ტრამპლინი, არ არსებობს ელემენტარული პირობები, სადაც ახალგაზრდები და დამწყები სპორტსმენები გაივლიან სათანადო მომზადებას. რას გვეტყოდით აი ამ სპორტთან დაკავშირებით? რა მდგომარეობაა დღესდღეობით იქ გარდა იმისა, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი თვალით? ნამდვილად გეთანხმებით, საკმაოდ არასახერბელო სიტუაცია, ესე ვთქვათ, და წლების წინ ბუმი იყო მაგ სპორტის სახეობის ქალაქში, მაგ დონის ტურნირი და მაგ მასშტაბების ტურნირი ჩვენ ქალაქს ნამდვილად არ ახსოვს ევროპის ჩემპიონატის დონის ტურნირის ერთადერთი სპორტის სახეობა, რომელიც ჩვენ ქალაქში ჩატარდა. დღესდღეობით ასევე აღნიშნო მინდა და დეტალებში თუ შევალთ ვიტყვი რომ ზოგადად საკმაოდ ძვირადღირებული სპორტია და ჭირდება ძალიან განსხვავებული ესე ვთქვათ ყურადღება ჩვენ საბედნიეროდ ბუნება გვიწყობს ხელს და გვაქვს ბუნებრივი პირობები იმისი რომ ეს სპორტი ქალაქში იყოს მაგრამ სამწუხაროდ შეაძლებლობები იმისი რომ ეს სპორტი დაუბრუნოთ იმ დიდებას ესე ერთი ხელის მოსმით არ გაგვაჩნია იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია საკმაოდ დიდ სახსრებთან. ზოგადად ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი სკოლა არის დარჩენილი ფოთში. ვაფინანსებთ ჩვენი შეაძლებლობების ფარგლებში სკოლას. გვყავს მწვრთნელები, გვყავს ინვენტარი, გვყავს ბავშვები, ღებულობენ მონაწილეობას შეჯიბრებებში. რო თქვა რომ ყველაფერი რიგზია მაგ სპორტ სახეობაში და გვაქვს მოწესრიგებული, არა, მაგრამ ხედვები უკვე შეიცვალა, ხედვები გათვლა ხდება როგორც ტურისტული კუთხით, მოგეხსენებათ ქალაქში ერთხელ გაჟღერებულა ის, რომ ვეიკ პარკის გაკეთება იგეგმება და ზოგადად ეს სპორტის სახეობა ყველაფრის შემდეგ უნდა წამოიწიოს, როცა დაფინანსებაც გაიზრდება. ძალიან კარგი და საუბრის დასასრულს მოდით ვილაპარაკოთ ქალაქში არსებულ ღია მინი სტადიონებზე და ასევე როგორც ვიცით დაიწყო უკვე ქუჩაში არსებული თუ ტროტუარებში თუ სხვადასხვა სკვერებში განთავსებული ტრენაჟორების, ძველი ტრენაჟორების ახლის ჩანაცვლებაზე. რა მდგომარეობა ამ მხრივ ჩვენს ქალაქში? ქალაქში არის დაახლოებით 35-მდე სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, რომლებიც ნაწილი შეკეთდა შარშან და წელსაც იგეგმება ნაწილის შეკეთება და ეს ეტაპობრივად გვინდა რომ ის მდგომარეობა რომლებიც არის ამ მოედნებზე
გაუმჯობესდეს. სხვათა შორის ანუ ესეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ანუ ასე ვთქვათ, მოსახლეობის და ბევრი ადამიანი სარგებლობს აღნიშნული მოედნებით. საბედნიეროდ მინდა აღვნიშნო და მინდა ვუსურვოთ თქვათ მოვუწოდო ჩვენს თანაქალაქელებს, რომ დაკავდნენ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრებით. რაც შეეხება ტრენაჟორებს, რომლებიც ანუ მოძველდა ანუ ის პირველი ეტაპის სამუშაოების დროს გაკეთებული, როცა გაკეთდა, შეიცვალა ნაწილი, ალბათ ნახა მოსახლეობამაც, კერძოდ ნიკოლაძის სანაპიროზე და ეტაპობრივად დანარჩენი ტრენაჟორებიც გამოიცვლება. მოხდება ძველი ტრენაჟორების ახალი ჩანაცვლება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე თქვენ და თქვენ სამსახურს უსურვებ წარმატებას და უფრო მეტი სპორტსმენის გახარებას და უფრო დიდი და მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ბატონი ბექა გუგუშვილი. კურსორი კი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.